მომდევნო კვირას უნდა გახდეს ცნობილი, ვის წარადგენს მმართველი გუნდი თბილისის მერობის კანდიდატად. წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით ამ პოსტზე დიდი ალბათობით კენჭს კვლავ მოქმედი მერი იყრის. ხელისუფლება 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებაში დარწმუნებულია. ოპტიმისტური პროგნოზი აქვს იმ ოპოზიციურ ძალასაც, რომელთა პოზიციებმა ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული ბზარები გააჩინა და დაპირისპირება გააღრმავა. საარჩევნო მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ლელოსა და გიორგი გახარიას პარტიას შორის საერთო კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო. აქცენტი ნეიტრალურ უპარტიო კანდიდატებზე კეთდება, თუმცა არც პარტიული სახეების შერჩევა გამოირიცხება. მათ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის მონაწილე დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტირების კამპანიისთვის ემზადება. რადიკალური განცხადებების ფონზე ბოიკოტის მომხრე ორმა პოლიტიკურმა ძალამ, კოალიციამ ცვლილებებისთვის და ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ცესკოს საარჩევნო ნომრების შენარჩუნების თხოვნით მიმართა. 78 დღე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცესკო არჩევნებისთვის მზადების აქტიურ ფაზაში გადადის იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებსაც საარჩევნო ნომერი მინიჭებული არ აქვთ, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა. ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის მიმართა კოალიციამ ცვლილებებისთვის, თუმცა როგორც წერილობით განცხადებაშია ხაზგასმული, ეს პროცედურული საკითხი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ ნიშნავს. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია. ეს არის განაცხადი მომავალში საარჩევნო ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ხაზს უსვამთ აღნიშნული ფორმალური პროცედურები არც ერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი გაყალბებულ კრიმინალურ რუსულ პროცესში მონაწილეობასთან. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა 4 აგვისტოს სრულდება და სწორედ ამ დღეს გაირკვევა, რამდენი და რომელი პარტიები ჩაერთვებიან საარჩევნო მარათონში. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პარტია გირჩი და ბარიერ გადალახული 4 პარტიიდან კი მხოლოდ გახარიას საქართველოსთვის და ლელო მიიღებენ. დანარჩენი ოპოზიცია 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და გახარია ხაზარაძის ალიანსს ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ბრალდებებითვე პასუხობენ ადრესატები და ბოიკოტის ნეგატიურ მხარეებზე მიუთითებენ. 4 სექტემბერი არის ის ვადა, როდესაც დარეგისტრირებულმა პარტიებმა უნდა წარადგინონ კანდიდატები, როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. დღეს გვაქვს 17 ივლისი, 4 სექტემბრამდე არის ძალიან დიდი დრო, ასე რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული გულშემატკივრები ნუინერვიულებენ, ვინ იქნებიან ჩვენი კანდიდატები. ის კანდიდატები, ვისაც ისინი ასახელებენ, რა თქმა უნდა, არ იქნებიან ყველა საკუთარ პარტიას მიხედოს და მათ ურჩევნიათ ეს ჩვენს მიერ დასმული კითხვა თუ რას აპირებენ ისინი ბოიკოტის შემთხვევაში არჩევნების შემდეგ ამ კითხვას კაფეო პასუხი გასცემ. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბოიკოტმა? არ ვაპირებთ ოპოზიციაში ყოფნას, მიუხედავად მათი მხრიდან წამოსული დამოკიდებულებისა და შეფასებებისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ რეჟიმის ცვლილებისთვის აუცილებელი იქნება პოლიტიკური კლასი და საზოგადოება დადგეს ერთად. შესაბამისად, ეს სამომავლო საკითხი არის, ამიტომაც ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გზა ავირჩიეთ, არ ვაპირებთ, რომ მათთან შევიდეთ დაპირისპირებაში. ოპოზიციაში შიდა დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების მორიგი ტალღა ლელოს და გახარიას პარტიის მიერ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყო. ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ გახარია ხაზარაძის ერთობა მარცხისთვისაა განწირული და თვითმმართველობის არჩევნებში ორივე პარტიის ერთადერთი შედეგი საარჩევნო ბარიერის გადალახვა იქნება. ისინი დიმიტრი გელვანს ნამდვილად ვერ იპოვიან. შეუძლებელი არის ჩაატარონ ისეთი რაღაცა ფოკუსის, სადაც 70% როდესაც ოპოზიციური ამომრჩევლის არის ამ სპეცოპერაციის წინააღმდეგი, სადაც მთავარი ოპოზიციური ძალები არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მათ რაიმე შედეგი დადოს. სამწუხაროდ საზოგადოების რეაქცია მათ ნახეს და იძულებული გახდნენ, რომ მოსისხლენ მტრები გაერთიანებულიყვნენ ბარიერის გადალახვის მიზნით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება მმართველი გუნდი. ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებას მომავალ კვირას აპირებს და 4 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას პროგნოზირებს. ამასთან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ოპოზიციაში დღეს არსებულ ვითარებას ტრაგიკულს უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა დირექტივებს უცხოეთიდან იღებს.
არსებითი მნიშვნელობა აი გულწრფელად გეუბნებით არ აქვს გაერთიანებულები იქნებიან, დაშლილები იქნებიან, ვინ ვისთან იქნება, ბევრი ასეთი გაერთიანებები გვინახავს აგერ ახლო წარსულში, მაგრამ შედეგი 0. იმიტომ რომ ვიცით ეს ადამიანები გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებული, რას წარმოადგენენ, ვის ემსახურებიან და რას ემსახურებიან. ქართული ხალხის ინტერესებთან გინდ გაერთიანებულებს და გინდ ცალკე დაშლილებს ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს. ერთად ცალ-ცალკე პირველ მეორეზე გათვლით თუ მეორე პირველზე გათვლით მნიშვნელობა არ აქვს, ასეც და ისეც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დამარცხდება კიდევ ერთხელ თვითმმართველობის არჩევნებში. თავარი დილემა რაზღეს რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს საზღვარგარეთ უდგას არის ის, რომ შევლენ არჩევნებში დამარცხდებიან, არ შევლენ დამარცხდებიან. ეს არის ბედი ყველა იმ ადამიანისა, რომელიც ვასალი ხდება სხვისი. აი ზუსტად როგორც ვასალს ექცევიან, ისე მოექცნენ საბოლოო ჯამში რადიკალურ ოპოზიციას, ხედავთ რომ ათამაშებენ ჩვეულებრივად თოჯინები. ტრაიკული მდგომარეობა ოპოზიციაში თქვენ ხედავთ, არ შველით არაფერი 4 წელი შანტაჟი გრძელდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, deep state-ის მხრიდან, არაფერი არ შველის რადიკალურ ოპოზიციას. საზოგადოება ხედავს რა მიზნებით მოქმედებს კონკრეტულ შემთხვევებში ევროპული ბიუროკრატია, როგორია შინაარსი იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, არაფერი არ შველის რადიკალურ ოპოზიციას პირიქით. თვითონ deep state-მა მიიყვანა სულ გახლეჩამდე რადიკალური ოპოზიცია. თქვენ ხედავთ, ორი პარტია აპირებს მონაწილეობას არჩევნებში, ორი პარტია არ აპირებს, ასეც და ისეც ნებისმიერი კონფიგურაციით ბუნებრივია მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის განწირული ტოტალური მარცხის. ამ დროისთვის ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 3 კვირაზე ნაკლები რჩებათ, რადგან ცესკოში არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის ვადა 4 აგვისტოს იწურება.